აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სახელმწიფო სამედიცინო რეფერალურ პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მონაწილეებმა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებთათვის რეფერალური პროგრამის მიმდინარეობაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა პროგრამის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის აუცილებლობას, რომელიც საშუალებას მისცემს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია სამედიცინო რეფერალური პროგრამით გათვალისწინებული უფასო პაკეტების შესახებ. დღევანდელი შეხვედრა იყო კიდევ ერთხელ იმის დასტური, რომ მუდმივი მუშაობა არის საჭირო იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ის სერვისები, რასაც ჩვენ თავაზობთ, იყო კონკრეტული წინადადებები და იმედია, რომ გავაგრძელებთ მომავალშიც ამ საკითხებზე მუშაობას, რათა მივიდეთ ის მნიშვნელობამდე, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ პროგრამაში ჩართული ადამიანებისათვის თვითონ პროგრამის სარგებლობის ეფექტიანობას. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ იყოს პაციენტებისათვის გასაგები, ვის უნდა მიმართონ და ეს არ იყოს გაფანტული და მათ შეეძლონ და იცოდნენ კონკრეტული ადრესატი, თუ საიდანაა შესაძლებელი ეფექტურად მიიღონ მომსახურება ამ პროგრამაში და ის საკითხი, რაც ჩემს მიერ იქნა გაჟღერებული, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, რომ პროგრამაში ჩაერთოს ყველა ის ადამიანი, ვინც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რადგან ეს ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, უწევთ განსაკუთრებული ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ცხოვრება და მიმაჩნია, რომ მსგავსი პროგრამაში მათი ჩართულობა არის მნიშვნელოვანი. შევჯერდით გარკვეულ, ასე ვთქვათ, პოზიციებზე, შევმუშავეთ სტრატეგიული გეგმა და ვაპირებთ ამ მიმართულებით კიდევ, ასე ვთქვათ, პერმანენტული შეხვედრების გართვას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად დახვეწას საჭიროებს და ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, მუშაობას, ეს არის ინფორმირებულობის გაზრდა იმ ბენეფიციარებისა, რომლებმაც უნდა ისარგებლონ წარმატებით ამ პროგრამით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პროგრამა კიდევ უფრო ეფექტური, მობილური და სარგებლიანი გახდეს ჩვენი ბენეფიციარებისათვის. საქართველოში მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა, ეს არის რეფერალური დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შეუფერხებლად უწევთ სამედიცინო მომსახურებას აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებს, თუმცა გარკვეულწილად საკითხი მაინც საჭიროებს კიდევ უფრო მეტ ჩაღრმავებას, უფრო კომპლექსურ მიდგომას, რადგანაც მომართვიანობა ძალიან გაიზარდა ბოლო დროს. სერვისები საკმაოდ კვალიფიციური არის, უკმაყოფილო არავინ არ არის, მაგრამ საუბარი არის იმაზე, რომ ძალიან ხშირად საქმეში ერთვებიან შუამავალი რგოლები, რომლებიც, ასე ვთქვათ, მთლად კეთილსინდისიერად ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. სწორედ ამ საკითხის ვიხილავდით დღეს და ასეთი პრობლემების აღმოსაფრულად წამოიჭრა იმის აუცილებლობა, რომ საკითხი კომპლექსურად გადაიჭრას, აუცილებელი არის მოსახლეობის კიდევ უფრო მეტი ინფორმირება, თუ რა სერვისების მიღება შეუძლიათ მათ. საჭირო არის ამ მხრივ აფხაზეთის სტრუქტურების გააქტიურება, რაც აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ბატონმა ვახტანგმა ბრძანა და საჭიროა აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება, სახალხო დამცველის აპარატის დახმარება, ისი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობაც არსებობს და შესაბამისი, ასე ვთქვათ, მხარდაჭერაც არსებობს. საჭირო არის აგრეთვე იმ სტრუქტურის განსაზღვრა, სადაც ყველა ესეთი საკითხი მოიყრის თავს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს აფხაზეთის მთავრობა და საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე არ გამოვრიცხავთ სამართალდამცავების ჩართვასაც ამ პროცესებში. ყველაფერი ეს კომპლექსურად ვფიქრობთ, რომ მივიყვანთ იმ შედეგამდე, რასაც ქვია ამ მოსახლეობის ოპერატიული, კვალიფიციური, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.